მეგობრებო, გვაქვს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა. მერკური ტოვებს ცეცხლოვან ვერცხლს და 10 მაისს გადადის სტაბილურ და მიწიერ კუროში, სადაც ის დარჩება 27 მაისამდე. ეს პერიოდი სრულიად ცვლის კომუნიკაციის ტონს და ფიქრის სტილს. მოდი გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს ტრანზიტი ზოგადად და განსაკუთრებით ჩვენთვის, ტყუპებისთვის. ზოგადი მიმოხილვა. მერკური არის კომუნიკაციის, აზროვნების, ინფორმაციის გადაცემისა და მიღების პლანეტა. როცა ის კუროშია, ჩვენი გონება არ ეძებს ზედმეტად ჩქარას სიახლეს, პირიქით ის ითხოვს სიმშვიდეს, სიღრმეს და რეალურ საფუძველს. ფიქრი ხდება უფრო პრაქტიკული და რეალისტური. გადაწყვეტილებებს ვიღებთ შეფასებით და მოთმინებით და არა სწრაფად და სპონტანურად. კომუნიკაცია ხდება მიწიერი და მშვიდი, მეტი ფიქრით და ნაკლები სიტყვებით. ყურადღება გადადის ფინანსებზე, კომფორტზე, სტაბილურ გეგმებზე. ეს პერიოდი გვასწავლის, რომ სიჩქარე ყოველთვის არ არის წარმატების გასაღები. როცა მერკური კუროშია, იძლევა შანსს, რომ იდეებს დაუბრუნდეთ, გავწმინდოთ ზედმეტებისგან და ჩამოვაყალიბოთ მტკიცე, მომგებიანი გეგმა. გავლენა ტყუპებზე, რა გველოდება? ტყუპებო, ჩვენ მერკურის შვილები ვართ, ეს პლანეტა მართავს ჩვენს ნიშანს. ამიტომ სადაც არ უნდა გადავიდეს მერკური, მის გავლენას მკვეთრად ვიგრძნობთ. როცა მერკური კუროში გადადის, ჩვენთვის იწყება შინაგანი გამჭვირვალობისა და თვითამშვიდების დრო. ეს არ არის იდეალური პერიოდი სპონტანური იდეებისთვის ან გაბედული გადაწყვეტილებებისთვის. პირიქით, ინტუიცია ძლიერდება, მაგრამ ქმედებაში სიფრთხილე გუმართებს. მეტი ფიქრით და დაკვირვებით ვსაუბრობთ. გვიჩნდება სურვილი დავფაროთ ჩვენი აზრები, ვიღოთ ჩუმად და დავაკვირდეთ მოვლენებს. კარგი დროა შინაგანი რეფლექსიისთვის, ძველი იდეების გადახედვისთვის. გვჭირდება დასვენება, ბუნება, სიწყნარე, თითქოს გონება გადაიტვირთა და დასტაბილურება უნდა. ამ პერიოდში შეიძლება იგრძნოთ, რომ ჩვეულებრივზე უფრო დაღლილები ხართ ჭარბი კომუნიკაციისგან. არ შეგეშინდეთ დროებითი შემაკავებელი ენერგიის, ეს აუცილებელია, რომ შემდეგ მერკურის ტყუპებში გადასვლისას სრული ძალით დაუბრუნდეთ. როდის მთავრდება ეს პერიოდი? მერკური დარჩება კუროში 27 მაისამდე, შემდეგ იშევა საკუთარ სახლში, ტყუპების ნიშანში. ეს იქნება გარდატეხის მომენტი, დაბრუნდება სისწრაფე, იუმორი, ცნობის მოყვარეობა და თავისუფლება. შეგვეძლება მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები. იდეები გაცოცხლდება და კომუნიკაცია გაიხსნება. მაგრამ მანამდე ეს ორი კვირა გამოვიყენოთ შიდა დასტაბილურებისთვის. მეგობრებო, მერკურის კუროში გადასვლა არ არის ყველაზე დინამიკური პერიოდი ტყუპებისთვის, მაგრამ ის გვეხმარება, დავიმშვიდოთ თავი და ჩაუღრმავდეთ ჩვენს აზრებს. არ დაგავიწყდეთ, ზოგჯერ წინსვლისთვის ჯერ უნდა გაჩერდე და დაფიქრდე.